მოგესალმებით მეგობრებო ყველას. მინდა ახლა განვიხილოთ ის საკითხები დღეს, რომელი საკითხებიც წამოიჭრა გუშინდელ საკეთ. 80 კომენტარი გამოიწვია ამ საკითხმა, აჟიოტაჟი და ძალიან ბევრის მასკო ჩამოიხსნა. არა, მაინც ძალიან ნიჭიერი უნდა იყო ადამიანი, რომ ასეთი რაღაც გამოიწვიო რა. მოდი წავიკითხოთ. ჩემს პოსტზე, რომელიც დავწერე სრულიად გულწრფელად და სრულიად მართლა ის დავწერე, რაც დავინახე. 80 პოსტამდე ავიდა. მოდი აბა ვნახოთ რა ხდება. ყოველთვის მაწუხებდა ის კითხვა, რას აკეთებს ლუიზა შიგნით რომ შედის ხოლმე ნარიმანთან ჩანთების შეტანის დროს. ერთ დღესაც პასუხი გამეცა. როცა ლუიზა შევიდა ნარიმანთან, ნარიმანს ფეხზე წინდები ეცვა. გამოსვლისას კი ნარიმანს ფეხზე წინდები აღარ ეცვა. ყველანი ადამიანები ვართ მაინც. სიყვარულის კოცნა, ვარდი და გული. და მოდი ვნახოთ რა ხდება ამ საკითხის ირგვლივ. მოკლედ, გიორგი ქერდეყაშვილი წერს. ახლა მისმინეთ მეგობრებო, ეს თამარ ინასარიძე არის უსიყვარულო თითქოს ადამიანის მსგავსი, მაგრამ არა ადამიანი და თვალები ისი აქვს ჩაშავებული, დააკვირდით ბოროტებით აქვს სავსე. თვალი სარკია ადამიანისა და ნახეთ მისი ეს პოსტი მომაწოდეს და მე ვერ ვეხმიანები, ვისაც შეგიძლიათ ამ საზიზღარ არაქალს გადაეცით საკადრისი პასუხი. მიხედეთ, მე დაბლოკილი ვარ ალბათ და მაგიტომ ვერ ვნახულობ მის პოსტებს. ეს ავადმყოფის სექტაზე უარესი. აი წაიკითხეთ, რამხელა შეურაცხყოფა მიაყენა წმინდა ბერს, მამა ნიკოლოზ და ლუიზას შეცალტვინა რამხელა შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. შენ ნაძირალავ, მამა ნიკოლოზ, ვერაფერს ვერ უზავ, ვერც შენნაირი არაობა და 10 მილიონი თუ 100 მილიონი შენნაირი კუპრში ჩასახრჩობი ნაძირალა. მოიცადე? გავხდა? შენი აზროვნება დავწვი ცეცხლში, როგორც თავად არის, ასეთი ჰგონია სხვაც. გიორგი. გაუბრაზდე ახლა? გაუბრაზდე ძალიანა? ერთი წუთი აქ რაღაცა. ხო, ეტყობა დაბლოკილი ვყავარო. არა, გიორგი, დაბლოკილი კი არა, შენაირი უტვინოებისთვის მხოლოდ მეგობრებს აქვთ ჩემს გვერდზე დაკომენტარების უფლება. თუ გინდა დამიმეგობრდი, მაგრამ აი როგორც გიყურებ ჩემ მეგობრების წრეში ვერ მოხვდები შენ ნამდვილად. ახლა წავიდეთ სხვაგან კითხვაზე. შეცალტვინა რამხელა შეურაცხყოფა უნდა მიაყენო შენაძირალა. მოდი აბა ვნახოთ რა შეურაცხყოფა არის აქ მეგობრებო. მოდი. კიდევ ერთხელ ყოველთვის მაწუხებდა კითხვა. რას აკეთებს ლუიზა შიგნით რომ შედის ხოლმე ნარიმანთან ჩანთების შეტანის დროს. ერთ დღესაც პასუხი გამეცა. როცა ლუიზა შევიდა ნარიმანთან, ნარიმანს ფეხზე წინდები ეცვა. გამოსვლისას კი ნარიმანს ფეხზე წინდები აღარ ეცვა. ყველანი ადამიანები ვართ მაინც. მე აქ შეურაცხყოფას ვერსად ვერ ვხედავ, ჩემო კარგო. მე მგონი ცალტვინა მე რომ მიწოდებ თავად, უფრო შეგიფერება. მაგრამ რას ვიზავთ? ბილწიო, რაღაცა ბილწი არის აქ, სიბილწია ნათქვამი? სექტაზე უარესიაო, ხო, სექტაზე ერთკაციანი სექტა. რა მაგარი ვარ. მე ვერ ვეხმიანები, შეგიძლიათ ამ საზიზღარ არაქალს გასცეთ პასუხი. გიორგი. რა პასუხი გინდათ რომ გამცეთ? აი ხა გაჩვენებთ რა პასუხები გამცეს, ყველამ თავისი ტვინი რო ამოალაგა და დამიდო წინ. აი ეკრანზე რო დამიდო, წავედით. ნახოთ, მოდი ვნახოთ. თხა, ვინ შეჭამა თხა? მიველნახე თხა და
ვინ ჭამათქაო? უმძიმესია. იამეგრელიშვილის თავში უმძიმესი მდგომარეობა ნამდვილად. ახლა ლაივი დადო თავის გვერდზე და ვითომ ცუდად არ დაწერა და თემის ამოყირავება სურს. თემის ამოყირავება მე მსურს თუ თქვენ ხალხო. აი აქედან გახადეთ ამხელა რაღაცა პორნოგრაფია და მთელი ამბები რა და თემის ამოყირავება ხა მე მსურს თუ თქვენ. თქვენ რა გითხარით? ვერ ნიკოლოზე ცუდი არასოდეს უთქვამს, არც ლაივებში, არც დაწერით მსგავსი დაწერილი არ შემხვედრია არასოდეს. აგერ ანაც ავა რომ იცნობს, ძალიანაც კარგად ჩანს. მოდი აბა, გავხსნათ, მე რა უპასუხე. ცეცხლს ეთამაშები მამისა ჯაფარიშვილი. მამისა? მე არ ვიცი რა ცეცხლს ეთამაშები ნამდვილად, მაგრამ აი აქ რო ცეცხლი არაფერი არ არის. ნუ კი, აქ სანთელიანთია ცეცხლია, კი, აი ცეცხლი. მაგრამ მე მგონი რომ ცეცხლის არ ეშინია და აქედან გამომდინარე, რა ვიცი, აქედან თუ ცეცხლი დაინახეთ, თქვენ ცეცხლი რო გამოვა ჩემი პირიდან, მე რაღაც იზავთ. კარგი, მოდი აბა ეხლა. კი, უთქვამს დავწერე, რაც მრევლის ლანძღვა ვინ აგდია, თავის გზით იაროს კისრის მოტეხვამდე. თინათინ ჩაჩუა. ეს თინათინ ჩაჩუა გასიებულია ჩემზე, იმიტომ რომ არ ვიცი რა დავუშავე ამ ქალს მე, მაგრამ ამ ქალმა გადმომიყირავა აი ესეთი პოსტი, რომ სიზმარში ვნახე მეთქი ნარიმანი, რომ მუცელში ხელი მომარტყა მეთქი და არ მოხვიდეო ესე მითხრა თქო და აბა პირიქით გადმოაყირავა, როგორც ჩანს რაღაცა ემართებათ ამ თავებში ამ ხალხს რა და მერეო ფეხი ვთხლიშე მუცელშიო. ამან ესე თქვა რა. ესე გადათარგმნა ჩემი მოყოლილი და აი ამ ქალმა. თინათინ. ხიდან რო იჭყიტები. მე რა უპასუხე ამას მაინტერესებს. ოჰო, აენთნენ ჯოჯოები თქო. ისეთ დღეში ჩაგვარდნოდეს ფეხები, რომ ნასკებს ვერ იცმევდეს საერთოდ. და რატო თინათინ? იქნება ეს წყელა თავად დაგიბრუნდეს და აგერ გიბრუნებ, 10 მაგად გიბრუნებ უკან. მე არ ვიცი რატო დამწყევლე, მაგრამ აი უკან გიბრუნდება ეს წყელა, იმიტომ რომ საერთოდ შენი ტვინიდან გამომდინარე, აი აქედან რაღაც რო დაასკონი, უაზრობა და სექსიზმი, აი ეს წყევლა შენ რაც აქ დაწერე, ჩემს მისამართით შენ დაგბრუნებოდეს უკან 10 მაგად. ადამიანს ყველაფერი ეპატიება სულიწმინდის შეურაცხყოფის გარდაო. არ ესმით რას აკეთებენ ქვეყანას თავზე გვამხობს მთავრობა ცოტაა საბრძოლველი ვის რას უშავებს ბენი ნიკოლოზი? აი ხა მე რაღაცა უპასუხე. სულიწმინდას ვინც ეთამაშება ის მართლაც კისერს მოიტეხს თქო. დავით აზნაურიშვილი წერს ცუდი არაფერი უთქვამს გიო რა ხდება? აგერ ჯანსაღი კაცი. აი ჯანსაღი აზროვნება ვის აქვს? აგერ გამოჩნდა. გაიხარე დავით ყველა თავის თავს ხედავს. ცუდი რა არის იცით? როცა ილია მეორეს ვაკრიტიკებთ და პასუხებს ვერ ვღებულობთ. მერე უკვე განვიკითხავთ რისი უფლებაც არ გვაქვს. ამ ქალბატონმა დაწერა რომ აინტერესებსო თუ რატო ლუიზა შედის. ხო ასია. მაგრამ პასუხები ვერ მიიღო, როცა ვინმეს ვისაც შეეძლო პასუხი გაეცა, ისიც დუმს, ამიტომ რჩება პასუხგაუცემელი კითხვა. ეგ უკვე შეურაცხყოფა არის იმ პიროვნების, ამიტომაც რაც დაინახა ის თქვა, დასკვნა. დავით აზნაურაშვილი ძალიან ჯანსაღი მოაზროვნეა, ძალიან და მადლობა დავით. დასკვნა, არ დაუდია, აქედან გამომდინარე, რაც დაწერა, ესეც კითხვაა და ელოდება პასუხს, თორე იქნებ თქვენზე და ჩემზეც უკეთესი იყოს ეს ქალბატონი. ან პირიქით, ამისათვის ყველას გთხოვთ პატივისცემით მოვეპყროთ ერთმანეთს, როდესაც ერთიანდებით ქრისტეში, თითოეულმა უნდა დაფიქრდეს, თუ ასე და სხვა რა მრავალ შემთხვევაში როგორ ან რას იტყოდა იესო. ძალიან კარგია დავით, მომწონს ძალიან შენი აზროვნება, მართლა.
აი მიხარია ხოლმე ესეთ ჯანსაღ აზრებს რო ვკითხულობ რა. არიცი დავით მაქქალის რისი მკადრებელია და რეებს იკადრა მამა ნიკოლოზის კართან და ნასკები არ ეცვაო რომ გამოვიდაო იცი რა იგულის ხმა და იქ კოცნის სმაილები პირადში მოგწერე თუ ვერ ხვდები. უკვე გამოიტანა ის რავი გულისხმე, წაიკითხა იქ უკვე სადღაცა არ ვიცი წაიკითხა და კოცნის სმაილები გამოუგზავნა, ნუ რაღაცა უკვე სუდათ არის ამ ადამიანის საქმე გიორგი ქერდეყაშვილი ალბათ სავარაუდოდ ძალიან ბევრ პორნოგრაფიას უყურებს. დარწმუნებული ვარ ამაში, იმიტომ რომ მისი გონება არის მომართული მხოლოდ ერთისკენ, რასაც ხშირად აკეთებს, იმას ფიქრობს. ეხლა წავედით. აი დავითი რასაც აკეთებს კი ვიცით, აგერ დადის და საქართველოს გადასარჩენად ხალხს ესაუბრება. და აი ეს კაცი კი და ეს კაცი მხოლოდ პორნოგრაფიაზე არის გაჭედილი რა. აი ეს კაცი დარწმუნებული ვარ 100%-ით რა. ამან თუ ჩემი აზრები სადღაცა რაღაცა მომაბა, მეც გეტყვი რა, მე არაფერი მობმა არ ჭირდება, შენი აზრები მაჩვენებს ვინ ხარ და რა ხარ, გიორგი. გაიგე? ამიტომ ფრთხილად. მაგას კარგად იცნობენ რაც ფის და მაგიტომ რაც არის ალბათ რაც არის და მაგიტომ არ მიაქციეს ყურადღება და პასუხებიც მაგიტომ ვერ მიიღო. უი რა კარგად მიცნობთ გიორგი, რა კარგად მიცნობთ, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ რა. სულ არ აინტერესებს რას აკეთებს ლუიზა მამაოსთან, მან თქვა ის რისი თქმაც სურდა და მოეშვას ეხლა ხალხი მიამიტობას თამაშს, თანამზრახველობას და თანაზიარებასაც ეშმაკთან. ქრისტიანობა ვაჟკაცური რელიგიაა, მამრული, მხედრული და არა მდედრული ვახ. მადლობა ინგა, მადლობა. ძალიან კარგი მოაზროვნე ბრძანდებით. უი, დანარჩენები საწავიდნენ, კაცო, ეხლა ყველა უნდა ვნახო, ყველა, ამოყაროთ ყველა. პერ ნიკოლოზე ცუდი არ უთქვას, ეს წავიკითხეთ. აჰა. ჩემი გვერდია ეს მამაოსი და დაბლოკილია მაგის დაწერისთვის. როცა დადიოდა მამაოსთან მაგის მომყვანმა არ გაიხაროს, იმ პერიოდში უსმინე მაგის ლაივს და მithქვამს არაერთხელ. მასაც დაუწერე სიზმარში ნარიმანმა მითხრაო, შენო არ მოხვიდე ჩემთანო, მეო ავდექი და მუცელში წიხლი ჩავაზილეო. უკუღმა გახსოვთ. ჩემი ყურით მოусმინე და თვალით შევხედე. მრევლი ამინ თამარს უწერს კიდევ. რამდენიმე წამში დავბლოკე მე ეს თამარი და კარგია რომ გახმაურდა მრევლში რაც დაწერა. აი აქ გეტყვი რომ მოიცადე მაგის მომყვანვა არ გაიხაროსო, ხო? აი აქ თქვენ ახლა ნარიმანი დაწყევლეთ, იცი? თინათინ. აი ამ ფრაზაში თქვენ დაწყევლეთ ნარიმანი. თუ გგონიათ რომ ნარიმანის კარზე ნარიმანის დაძახების გარეშე ვინმე მივა საწყალო თინათინ. აი ესეთი მოკლე ჭკუა რო გაქვთ, იმიტომ ხედავთ ყველაფერს უკუღმა ჩემოკარგო. ია მეგრელიშვილი. ეგ ბრბო ღმერთს ტოლა უდიდეს მოძღვარს, ბერს სახელით მიმართავს. ვინ ჩემი ფეხები არიან ეგ კლიმაქსიანი ქალები, ბუმბერას ბერზე ხანრას გაიძახიან ხანრას. მაგ ავანტყოფმა დაწერა ნარიმანის კარი კულუარული თამაშები, სადაც ჯოგლიძის ნიფხავზეც ჰქონდა საუბარი. საიდან გამოვარდა ეგ კოლტი ვერ გამიგია, რა მოთმინება აქვს მამა ნიკოლოზ და რამხელა ჯვარი. აი ეს საერთოდ ვერ გავიგე რას წერს. ვერ გავიგე. მართალი გითხრა ია მეგრელიშვილი, ვერაფერს ვერ გეტყვი. არაფერი არ არის გარკვევით აქ დაწერილი. ან ჯოგლიძის ნიფხავი რა შუაშია და ან კიდე კოლტი რა შუაშია. ან კიდე მოიცა ეს ბრბო ღმერთის ტოლა უდის ხო ვერ გავიგე, ნუ იქ ბრბო რო დგას ნამდვილად, იქ ნამდვილად მართალი ხარ. გია დარბაძე,
კომენტარები დაბლოკილი აქვს ამ ავადმყოფ ქალს. ამდენი წელია მამა ნიკოლოსთან დავდივარ და არასდროს არ მომსვლია იმაზე. ფიქრი წინ და აცვია თუ არ აცვია. ან რატო აცვია? ესე იგი, რა დონის ბილწი აზრით არის თვითონ ისეთი არასუფთა და ბილწი აზრები მოსდის თავში. თან მეტი საქმე არ აქვს დადარაჯებულია ვიდეოებზე და უყურებს რა მინუსი აღმოაჩინოს და თვითონ ამბობს ამდენი ხანი ეს აზრი მაწუხებდაო მეტმა აზრმა არ უნდა შეგაწუხოს მამა ნიკოლოს რომ ხედავ არც უცდია მამა ნიკოლოსთან ნორმალური სიარული ამ პატავნებით არის გასიებული საწავიდა კაცო გასიებული მოიცა ერთი წუთი რეებს კითხულობ ბრავო თამარ ბრავო რა მაგარი ხარ ძალიან მაგარი ხარ ყოჩახ ვამაყობ შენით თამარ ვამაყობ თვითონაც არის სხვას ის გონია თვითონაც არის სხვაც ის გონიაო ამაზე წერენ გესი პირდაპირ გეტყვი დიახ თვითონ რაც ხართ ის გონიათ სხვაც ის მინდა იმას უპასუხო მოიცადე ნასკები რატო ეცვა ამას რატო უყურებდაო და პირდაპირ გეტყვი რა ეგ იცი რომელი დღე არის ჩემო კარგო ეგ ის დღე არის იქ რო ვდგავარ და იმას რო ეტყვის რომ წადი აქედან მიჭო შენ გიჟი ხარო ხარო თუ ვიღაცა ესე ეტყვის რა გიჟი ხარ ვიღაცა ხარო აი მაგ დღეა ეგ დღეა ზუსტად იქ რო ვიდექი რა ნარიმანის კეთენ და ერთი სანთელის მომცა ეხლა რატო დავაკვირდი ფეხებზე არ გაინტერესებთ ჩემს გვერდზე იდგა გოგო რომელსაც ვიცნობ რა ძალიან კარგად და თან უღებდა ამ ვიდეოს და თან ამბობდა დედა ვაიმეო როგორ აქვს რა დღეში აქვს ფეხებიო და უყურებ რა ეხლა ამ ფეხებზე და აშკარად ფეხსაცმელები გახდილი აქვს ისე აქვს რომ გახდილი აქვს და ნასკებიც გახდილი აქვს გესმის და ანუ ერთი 10 ჯერო თქო მე შევხედე მართლა ფეხებზე რა ხდება რა და რა ვიცი ხალხო აი რა საინტერესოა იცი ძალიან საინტერესოები ხართ რა ყველამ თავისთავი რომ დაანახეთ და დამანახეთ ვინც ხართ ეხლა არ ამგონია ეს თამარის დაწერილი იყოს გიო მე ვიცი რომ პატივს სცემს მამაოს კატო არა ჩემი დაწერილია მაგრამ აი შენ სწორად გაიგე რა ანუ ვერ მიხვდა ხალხი მე რა დავწერე გესმის მაგრამ აი რა ძალიან მაგრად დამაწერინა ეხლა გეტყვით რა ეს იცი ვინ დამაწერინა ხალხო ეს იცი ვინ დამაწერინა აი ძალიან გაგიკვირდება და ნარიმანმა დამაწერინა თვითონ რა მართლა გეუბნებით აი ხა როგორ გითხრათ რომ არ დამაწერინა მეთქი ნარიმანმა ნარიმანმა დამაწერინა ნარიმანის ფეხებზე არის საუბარი ხალხო და ფეხები დამეგრძელეთ რომ გეუბნება რატო ის არ დაინახეთ ფეხები რო არ აქვს დაგრძელებული არა სქერის დაინახეთ რაც არ დამიწერია და რაც დავწერე ის ვერ დაინახეთ ხალხო ვახ ჩემი რა ხდება გაუზიარებია შენი პოსტი მაგ დებილკას ხათუნა წერს დებილკას უი ხათუნა შენ ვიღა ხარ დებილკა თუ ბუბულკა ღმერთო რა საზიზღარი არსება ადამიანს ვერ ვუწოდებ თეა აი ქალებზე აი თუ დააკვირდით რა თითქმის სულ ქალებს აქვს პრეტენზია და ამ ქალების თავებში ჩამახედა ბერმანი გოლოსმა რა მართალი გითხრათ აი პირდაპირ ყველა ქალმა თავისი თავი გამჟღავნა ეგრე მე ხო არ დამიწერია არაფერი მსგავსი აი ამ პოსტში ხომ მსგავსი არაფერი არ დამიწერია მაგრამ აი ამათ თავებში რომ ყველაფერი გადმოლაგდა აგერ აქ მერნა ერთ-ერთ ლაივში თავისი თავით ამარ მეფე წარმოადგინა ვახ აბა ერთი გამომიგზავნა ეგ ლაივი რომელი ლაივი იყო მაია დვალი ამაზე როგორ გამოედებიან ხოლმე იქაც თამარ მეფე ხარო რა იცი მეთქი რო არ ვარ აბა დამემტკიცე რო არ ვარ თუ არ დაგიმტკიცები ერთი მე ნახავ შენ რო აღმოჩნდა მეთქი თამარ მეფე მე რას იზავთქო ვერაფერი ვერ თქვეს ხო თავიდანვე თქვენი მოგზავნილია და არ დამიჯერეს რასაც ეგ კადრულობ და აქამდე დაიჭერდნენ პროგრამას ასრულებს უი დედა რას ლაპარაკობ მოგზავნილი ვარ და ყოველ დღე იქ დგავარ და რას ლაპარაკობ რაღაცეებს რა მოგზავნილი რო ვიყო აი თქვათ მოგზავნილი რო ვიყო და რა მოგზავნილი ვარ მე რას ვაკეთებ ცუც მაინტერესებს რას ვაკეთებ თქვენზე უარეს რას ვაკეთებ? აი მითხარით რა, აგერ ადექით და ერთი 80 ადამიანმა გადმოალაგეთ თქვენი ბილწი აზროვნებები გარეთ რა. აი სრულიად
ისეთ იმაზე. რა ქვია უვნებელ და რა ქვია მაგას პოსტზე. სრულიად არასექსიზმით გაჯერებულ პოსტზე რა. აი, არ ვიცი მე, მართალი გითხრათ, ამდენი სექსზე დამოკიდებული ადამიანი თუ იდგა ნარიმანის კართან, არ მეგონა მართლა რა. 80 ქალი წარმოიდგინეთ რა. აჰა, მაია დვალი, ლალი მოსიაშვილი, დაიმახსოვრეთ ესენი კარგად დაგჭირდებათ. მზია ქობულაშვილი, ბინძური არსება, მაგათთვის არაფერია წმინდა. აჰა, ბინძურიც აგერ ბინძურით გამოამჟღავნა თავი, რომ სიბინძური დაინახა აი ამაში რა. ყოჩა. მე ეს ფერიარტ არ ვიცი ვინ არის. ამაზეა ნათქვამი ვაი შენს პატრონს უბედურსო, მართლაც ვაი. თვითონ ბილწი ბერშიც კი სიბილწეს ხედავსო. აი თქვენ თავებს ლაპარაკობთ, თქვენ თავებს ამჟღავნებთ, თქვენ თავებზე საუბრობთ ეხლა ნამდვილად რა, მართლა. ძალიან კარგია. რაც თვითონ არის, სხვაც ის გონია, ფუ, საწოდაო. რუსუდანი, აგერ ესეც ქალია. კაპტლელიშვილიო თუ რა ვიცი რა, ჯანდაბური რუსულად უწერია. აი ხალხო, თქვენს თავებს ამჟღავნებთ, თქვენს თავებს, საწოდავები ხართ მართლა რა, სოფო თათოშვილი. სულ მალე ყველას დაესმება წერტილი, ვინც განიკითხავს მამაოს ჩათვალეთ რომ უფალს ეხებით მთელი თქვენი ბილწი გონებით, ამას კი მოყვება სასტიკი საშელი. აჰა, სოფო თათოშვილიც ამჟღავნებს თავის თავს, ნამდვილად. რას ამბობ ვერ მივხვდი, რისი თქმა უნდა, კომენტარის ყველა აქვს მის ნაშრომს. კომენტარის վել A4 აქვს მის ნაშრომს. ვერ გავიგე მადონა აქ რა წერს. მადონა ვერ გავიგე რას წერ მართალი გითხრა. გიორგი. ყოვლად უღირსებო ადამიანის პოსტი. გეთანხმები ყოვლად უღირსები არიან, აი აგერ ვინც პოსტები დაწერა გიორგი. რელევანტესტი არა, ყველა მინდა წავიკითხო რა, ყველა. ღმერთო ჩემო. კიდე ბევრი იყო რაღაცა უცნაური ისენი იყო კომენტარები. არა მგონია ეს თამარის დაწერილი იყოს, ეს წავიკითხეთ. არა, ბევრი იყო კიდე, უბრალოდ ეხლა არ მიხსნის აქ. გადარჩით გამოაშკარავებას. აბა სულ ახლებს წავიკითხავ ეხლა რას ამოაგდებს. ხო, აი ნანა წერს, რას გულისხმობს, ეგაა საინტერესო. ანუ ლუიზას ატანსხმობენ ნასკებს გასარეთ ხარ? თუ რაზია მიგვანიშნებს? ვერ ხვდები, მე კომენტარების წერა დაამიბლოკა, ბანი დამადო.
არა, შენ კი არ დაგიბლოკე, ნანა, მე საერთოდ დავბლოკე ყველა, ვინც ჩემს მეგობრებში არ არის. ან რა დავუწერე ისეთი, რაც შეიძლება რომ არ მოწონებო და ვერ ხვდები. ხო, ხალხო, არავინ არ დამიბლოკი ხართ, გარდა იმისა, ვინც მეგობრებში არ მყავს, ვერ დაწერთ უბრალოდ რა. მეგობრებში ვინც არ ხართ, ვერ დაწერთ, იმიტომ რომ მეგობრებს აქვთ მხოლოდ უფლება კომენტარების დაწერის. გესმით? მაინც გამომიგზავნოთ მეგობრობა, დაგამატებთ. ნანა, წაიკითხე კარგად, რას ფიქრობ, ეგ ბინძურის სულის სატანაა. ნანა, წაიკითხე კარგად, რასაც ფიქრობს, ეგ ბინძურის სულის სატანაა. ნანა წერს, ისე მამაო გაიგებდა ცუდს რომ ფიქრობდა და შეიძლება გაუჩალიჩა დასამდაბლებლად ბერთან მიახლოვება ცეცხლთან თამაშიაო გვიწერია, ეგ ჯერ ვერ აცნობიერებს ყველაფერს რომ ესმის. აი მამაო რა გაგიჩალიჩათ, იცი? აი ეს გაგიჩალიჩათ ზუსტად რა. აი ეს პოსტი გაგიჩალიჩათ ყველას ნიკოლოზმა და ყველას სახე გამოაჩინა აგერაკ. გაიგეთ? რამდენი სექსისტი ყოფილა თურმე იმ ჯგუფში იქ ვინც დგას და რა მიგვირს რომ იქ ერთმანეთს თავს თემებს აგლეჯდა, თავს უტეხავთ და რა ვიცი, არ მიგვირს. პირისპირ გაბედოს მაგის თქმა და ვნახავთ რასაც მიიღებს. პირისპირად მინდა აგერხობ დგავარ და მოვალ ერთი მან და ერთი რამე არ გიქნიათ რა, ერთი რამე არ გითქვიათ. ერთი რამე არ გითქვიათ ჩემთვის რა. ძალიან შემცდარა თუ ეგ იფიქრა. აგერ ნანა, მაინც ჩემი დიდი პატივისცემა შენ, ხალი არის კორექტული რა. რაც დაინახა და რისი საშუალებაც ჰქონდა რომ დაენახა, მხოლოდ იმის გადმოსახედიდან საუბრობს. არაფერი არ დაამატა და არც მოაკლო. თუ მაგას ფიქრობსო, აი ნახე როგორ კარგად წერს, თუ ესე ფიქრობსო, მაშინო ცეცხლზე თამაშებაო. ხვდები, აი თუსთან მივიდა, თუსთან. აი ეს თუ არც ერთმა დანარჩენმა სხვამ არ გააჟღერა. იცი რატო? იმიტომ რომ იმათ აზრებში 100%-ით ეგ ტრიალებს რა, ეგეთი აზრები ტრიალებს. მაგრამ ნანა ზოციალშვილის აზრში არ ტრიალებს ბინძური აზრები. ამიტომ მან დაშვების დონეზე გააკეთა, იმიტომ რომ არ წერია ეგ ხალხო, რასაც თქვენ მაბრალებთ. არ წერია, თქვენი აზრები პირდაპირ გამოაშკარავდა, გესმის? და თქვენ რო გონიათ რომ ვიდეო მე გამოვაშკარავე ჩემი აზრით, თქვენი აზრები გამოაშკარავდა, თქვენი. მე არ დამიწერია და თქვენ წერთ. გესმით რაშია განსხვავება? აი აქ მე ისე დავწერე ეს ტექსტი, რომ თქვენ პირდაპირ მნიშვნელობით გამოგიდოთ, აი ეს პოდნოსით გამოგიღოთ და აი დამანახა ვინც ხართ, გესმით? აი მაგაშია საქმე. აი ვიღაცა ძალიან სუფთა ადამიანმა წაიკითხა, რომ მე დავწერე იმისათვის, რომ ნასკებს ურეცხავს ეს ლუიზა როშედის იქ. ის ხო არა აქვს, რა ქვია. სარეცხი მანქანა ხო არა აქვს ბერს. ხო და ლუიზას არეცხინებს დასკებს. რა პრობლემა არის ხალხო? რატო დაინახეთ მაინც ის რისი დანახვაც თქვენ გინდოდათ, იცი? იმიტომ რომ თქვენ დავში ტრიალებს ეგ. ღმერთმა მოგიტევოთ რა და აგერ პირდაპირ მნიშვნელობით მაგ კარზე ვინც თქვენ გახართ და ვინც მე დამადეთ ხელი, პირდაპირ ბოზები ხართ რა. გითხრათ აი ეგ მამაო თქვენ. ნარიმანმა გითხრათ ბოზები ხართო ხალხო. მაგას რო იფიქრებს ადამიანი, მაგას რო იფიქრებს, რომ იქ რომ შევიდა ნასკები ეცვა მამაოს, რომ გამოვიდა აღარ ეცვა და всё, წავიდა იქ ჩაირთო ის ფიქრები. ყოჩა, მაგრები ხართ, ძალიან სუფთები ხართ, ისეთი სუფთები ხართ, რომ თქვენ ისეთი სპეტაკი სული გაქვთ, რომ ასეთ აზრებს როგორ შემოუშვებდით თავში. არა და ფაქტის სახეზია, რომ აქ ამ დაგვარი არაფერი არ წერია. აი ამ დაგვარი. გინდა გითხრათ აქ რა წერია? არც ერთმა არ მკითხეთ. აი აქ ერთ-ერთმა მკითხა რას გულისხმობ მხოლოდ. ერთმა. აი 80 ადამიანმა არც ერთმა არ მკითხა რას გულისხმობო რა. მართლა გეუბნები, აი აქ პირდაპირ მნიშვნელობით ადამიანმა ჩემი გულისხმა, ვითომ ჩემი გულისხმა, ხო? ზოგმა რა წარმოიდგინა და ზოგმა რა წარმოიდგინა აქ და აი აქ ჩემი გულის ხმა რა იყო? არც მხოლოდ ერთმა ადამიანმა მკითხა. წარმოგიდგენიათ ესეთი რამე ხალხო, აი რა სად ვცხოვრობთ და რატომ არის ეს ქვეყანა ესეთი
ცუდ დღეში? გულის ხმას რო არ კითხავ ადამიანს და შენ გამოუტან განაჩენს რომ არა გინდა თუ არა ესი გულის ხმეო, იქ არის უკვე სახელმწიფოს საქმე დასრულებული რა. აი როგორც პატრიარქთან მივედი და ილია მეორესთან იგულის ხმეს რომ მეგიჟი ვიყავი, იგულის ხმეს ეგრე და არ გამოიძიეს ვინ ვარ, არ დამკითხეს, არ შემეკითხნენ და წინასწარ გამოიტანეს აზრი, აი ის მოგივიდეთ ეხა თქვენს. სად იმის რაღა ილია მეორის ბრმამრევლი და რაღა ნარიმანის ბრმამრევლი. თუ თქვენ გონიათ რომ ნარიმანს სულ ნათელგონების ადამიანები ყავს მრევლში. აგერ ნათელგონების ადამიანები ვინც არიან გამოჩნდა 1-2. და დანარჩენმა საერთოდ არაფერი არ დაწერა. იცით რატო ძალიან დააკვირდა ვითარებას გესმის? ისიც გონივრები არიან ვინც ვითარებას დააკვირდა. აი ვინც ქაჯია კარგად გამოჩნდა აქ. ვინც სექსისტია და ვისაც აი ესეთი გარყვნილი აზრები აწუხებს, კარგად გამოჩნდა აქ. ძალიან კარგად. აი თეთრზე შავი გამოჩნდა. ამიტომ ნანა, თქვენ შეგიძლიათ ჩემს ლაივში კომენტარები დაწეროთ. მე დაგი მეგობრებთ ეხლავე. აი გამოგიგზავნით მეგობრობას თუ გინდათ მიიღეთ. თუ გინდათ დაწერეთ კომენტარები. თუ არ გინდათ, ეგეც თქვენი ნება არის. გესმით? ასე რომ ჩემო კარგებო, დანარჩენები იქნებით ხახადაღებული. ვერც დამიკომენტარეთ და წერეთ და იკითხეთ ჩემზე თქვენს გვერდებზე. დედა. აი ხახო თქვენს თავებს აგე ორი თამარი აგე, აქაც მე ვარ. აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ, იმიტომ რომ მზე ვარ. ამოდენა დედამიცა, თვალი გახილა, ორერა, რირა, ორერა. ხო კარგად ვიმღერე. მოდი გადავიდეთ ეხლა მზემ თვალი გაახილავე. ვაიც გაეფურჩქნა კოკორი. ეხლა ეს ვიმღერეთ. ხო? აქაც მე ვარ, იქაც მე ვარ. რა ვყოთ რომ მზე ვარ. ამოდენა, აი ამხელა დედამიწამ რა. ხომ გაახილოს თვალი. ჯიგარი ხარ ნარიმან რა, მაგარი ხარ. ისეთ რაღაცებს მაკეთებინებს ნარიმანი. თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ეხლა დამესევიან ნარიმანს რა აქვს შენი? არა, ბებია თქვენისამა, თქვენ მოგითხოვათ ბანანი მომიტანეთო და არა მე. ლუიზა. მაგ ლუიზაზე მაგარი დაგრუზული ვარ, რატო იცით? ერთხელ ვიდექი ლუიზას ადგილზე. ხო და სანამ ლუიზა ამოვა მეთქი ამის ადგილზე, მე ვიდგები მეთქი ხალხს უთხარი რა და კარგიო. ეხლა თან ხელები ეფხანებათ. თან ვერაფერს ვერ მეუბნებიან, იმიტომ პირობა დავდე რომ მეთქი ლუიზა რო ამოვა, გავუცვლი ადგილს. და ვერ გაიგეს ეხლა რა ხდება. ხელები ეფხანებათ, თან ლუიზას ელოდება, ლუიზაც კიდე აღარა მოდის და საბოლოო ჯამში სანამ ლუიზა ამოვიდა, მე ხო პირობა უთხარი რომ მეთქი რო ამოვა, პირისპირ მეთქი აგე დავდგავ ლუიზას, დავაყენებ, მე წავალ. არ მინდა მეთქი აქ დგომა, მე წავალ. არა. ვერ აიტანეს, ვერ მოითმინეს და სანამ ლუიზა ამოვიდოდა საერთოდ, ლუიზა არ ამოდიოდა. ჩემი ადგილი გაათავისუფლო და მე ამოვალო. გაცვლა არ მჭირდება. გაცვლა არ მჭირდებაო, გესმის და საბოლოო ჯამში ის ლამაზ თვალება გოგო რო არის, ძალიან ლამაზი თვალები რო აქვს, არ ვიცი რა ქვია, აღარ მახსოვს. მე მგონი ქართველი არ არისო ეს ამბობენ იმ გოგოზე, მაგრამ ძალიან ლამაზია ვინც არის რა. ულამაზესი თვალები აქვს, მე ესეთი ლამაზი თვალები, არსადა ესეთი მწვანე თვალები, არსად არ მინახავს საერთოდ რა და ამ გოგო ეხლა რა და წადიო. თან ეხლა თან რა არის იცი, ის აქვს რა, თან ერიდება რომ სიტყვა გატეხოს რა, პასუხი ხო, ჩემი სიტყვა ხო თქვი რომ მეთქი აი აქ რომ დგავარ, ამოვა ლუიზა, მე წავალ და კაიო რომ ითხრა, მე თავი სიტყვა გატეხა თვითონვე და
ხო და საბოლოო ჯამში თავი გაიქაჯეს და მეც წამოვედი და მეთქი არა კაცები ხართ მეთქი სიტყვის არა მოიცადე როგორ ვთხარი სიტყვის ვერ შემსრულებლები ხართ მეთქი რა სიტყვის გამტეხები ხართ მეთქი ესე უთხრე და წამოვედი საბოლოო ჯამში მეგობრებო მაგის მერე კიდე ერთხელ მივედი აი ზუსტად აი ამ ნასკების ამბავი რომ მოხდა და წინდების ამბავი რომ მოხდა და მაგ დღეს ისევ დაილაპარაკა ნარიმანმა წარმოიდგინეთ აი რა ბედი მაქვს რა ძალიან საინტერესო ბედი მაქვს რო იზოდეთ მზე როცა გამოანათებს ხოლმე იქ ყველაფერი კარგად არის როდესაც ნარიმანი გამოვიდა და დაინახა რომ იქ ვდგავარ საბოლოო ჯამში იქ ვინც ღლაბუცობდა და ლუღუცობდა აი ის მოწეულში რო იყო ის ტიპი გააგდო იქიდან ხმამაღალი ამოღებით ხმის ამოღებით ხალხო ხო და სხვათა შორის ისე ჩემს ხილვაშიც ნარიმანი ლაპარაკობდა და ვეუბნები ამ ხალხო მეთქი ლაპარაკობს რა გჭირთ მეთქი რომ არ გესმით მეთქი ამ ადამიანის ლაპარაკობს ჩვეულებრივად ლაპარაკობს უბრალოდ თქვენ არ გესმით მეთქი და ხო, მე მოვიდა ის ხალხიც, ხო, ლაპარაკობს. იცი რატო ვერ ლაპარაკობს ხალხო ნარიმანი? გინდა გითხრათ? პირდაპირ გეტყვით რა. აი ესეთი აზრები რო გაწუხებთ მაგიტომ რა. რასაც იტყვის, ყველაფერს გადმოუყირავებთ, გეუბნებით რა. აი როგორც მე გადმომიყირავეთ, ხო, რეალურად არაფერი არ დამიწერია ისეთი და თქვენ უკვე აქედან რაღაცას ჯოჯოხეთი გამოიყვანეთ, ხო? აი მაგიტომ არ ლაპარაკობს ნარიმანი რა. ამიტომ ამბობს რომ უნდა დაიწყოს გაწმენდა. და აგერ დაიწყო გაწმენდა, თავის კარზე დაიწყო გაწმენდა. აი ხა თქვენ ნახეთ მან რა დღე დაგადგებათ რომ მიხვალთ რა. ყველა იმ ადამიანს ვისაც ეს აზრი გაწუხებდათ და ვინც აგერ ფურცელზე გადმოიტანეთ ეგეთი თქვენი ბილწი აზროვნებები. მართლა გეუბნები, თქვენ ნახეთ რა დღე დაგადგეთ მან რა. ამიტომ ჩემო კარგებო, ცოტა ფრთხილად იყავით რა. რას შემოუშვებთ და რა აზრს შემოუშვებთ თქვენს გონებაში, ხო? უნდა კარგად დაფიქრდეთ. პირდაპირ მნიშვნელობით გეუბნებით, რომ ნარიმანის ნამხელი ხართ ეხლა თქვენ ჩემთან ყველანი, 80 კაცი. ყველა ნარიმანმა გამხილათ. თქვენმა ენამ გამხილათ. თქვენმა ენამ გაგცათ. და ნარიმანმა გამხილათ რო იცოდეთ რა. აი ახლა გამოჩნდა ვინ ხართ მანდ ნარიმანის კარზე, კაცი თუ ქალი, კაცებსაც რო ესეთი ბილწი აზროვნებები გაქვთ და ქალებსაც. გაიგეთ? გამოსწორდით, კიდევ ერთ შანსს გაძლევთ ნარიმანი, რომ აი ეს ბილწი აზრები, იმიტომ დამაწერინა ეგ კომენტარი, ამდენი ხანი რატო არ წერდი თუ იცით? იმიტომ რომ როცა დრო მოვიდა, მაშინ დავწერე. ხო და ამიტომ გაისუფთავეთ ეგ თქვენი გონება, გაისუფთავეთ და გასუფთავდით, ბოდიში მოიხადეთ და მოინანიეთ ის თქვენი საქციელი, რაც მწყევლეთ და რაც ცილი მწამეთ. გაიგე? კიდე გააქვთ მაგის შანსი, კიდევ გააქვთ მაგის შანსი და თუ არ გააკეთებთ, ეხლა თქვენი ნება, თუ ისევ ჯიუტად დარჩებით ერთ ხეპრესავით ააგდე ქვა და შეუშირე თავიო, ეგრე მოგივათ და მე ნახავთ რაც მოგივათ. რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. გაიგე? ვახრების მომსწრევ ხდები. ხო, ეხლა ილია მეორე მაგარი გათიშული ყოფილა მეგობრებო. რაც გითხარით, ეგ მალე ახდება. იცოდეთ. შეიძლება ორ თვემდეც ვერ გაკაჩოს. გათიშულია, კომაშია ილია. გონს არ არის, გონზე ვერ არის. ხო და ეხლა ამოიყრება ყველაფერი რაც ილიამ არასწორობა გააკეთა თავის ცხოვრებაში და ყველაფერს კიდევ ერთხელ გაუმეორებენ, ჯოჯოხეთს აუტრიალებენ მის გარშემო. გაიგეთ? ამიტომ ფრთხილად იყავით თქვენს რომ ჯოჯოხეთი არ დაგიტრიალდეთ თქვენს გარშემო, ხო? ფრთხილად იყავით, მოინანიეთ ყველა ის სიტყვა რაც აი აქ დაწერეთ ამ უაზრო გამოხტომით რა. მართალი გითხრათ, ძალიან უაზროდ გამოხტით. გაიგეთ? ასე რომ გააკოცეთ. წავედი ახლა მე, აბა თქვენ იცით და ნუ გაცდუნებთ ბოროტი. კარგად დაფიქრდით.
აწონ დაწონეთ. აი ყველაზე საუკეთესო ქალბატონის კომენტარი მინდა ახლა აღვნიშნო, ეს არის ნანა ზუციაშვილის რა. ქალბატონმა მიუხედავად იმისა, რომ მაინც ფიქრობდა შეიძლება რაღაცა ცუდად მეფიქრა, იქედან გამომდინარე რაც მეწერა, ისე ილაპარაკა. ძალიან ყოჩახ, აი მომეწონა რა, აი ძალიან მომეწონა ეს აი ესეთი მოქცევა რა, მართლა გეუბნები, ჩათვალე რომ ეხლა მე გელაპარაკები ნარიმანის პირით. გესმის? აი ესე ჩათვალე. კომენტარი და კომპლიმენტი მიიღე ჩემგან ნანა ზოციაშვილო. დავით აზნაურაშვილო, შენც ძალიან მაგრად მოიქეცი, იმიტომ რომ შენ ის დაინახე, რაც შენ თავშია, გესმის? ის დაინახე, რაც შენ თავშია, სიბინძურეს რომ არ იფიქრებდი ადამიანი, ის დაინახე და ის დაწერე და ასე რომ შენც აქედან როგორც ნანა ზოციაშვილმა ისევე მინდა გითხრა, რომ ძალიან ჯანსაღი აზროვნება გაქვთ შემორჩენილი. აი ამ ქაჯებში, 80 ქაჯში. წავიდი ხა გაკვაცით. მაშინ გამოხდება ხოლმე ეს ლანგზამე ფებინუკ და არ მაჭერინებს დასრულებას. აი ახლა დავასრულებ.